ჩვენთან სტუმრად არიან ქუთაისიდან. ხო და ზოგმა თქვა ეს არისო ბანანიო, ბანანი. არა, თქვენ თქვა იფიქრეთ რომ მაუგლია სტუმრად, მაგრამ არა, ქუთაისიდან არიან სტუმრად და მოგვართვეს თავისი ნაშრომი, მოყვანილი კიტრი, ალბათ იმიტომ რომ ჩვენთვის რაღაც ეთქვათ. არა, მე ეს მადლიერების ნიშნათაც მოვიტანე, მაგრამ გამოთქმა ხო არის ასეთი რომ აი კაცს რო თავი დიდი კიტრი გონია, ხო არის ეგ? რას ნიშნავს ნეტა, ჰა? კაცს თავი დიდი კიტრი გონია, აი რა შეიძლება? ყველაზე მთავარი გონია თავისი თავი, ხო მართალია, აი მე ვარ და ჩემი ნაბადი, ესეც დაახლოებით ეგეთი. თავი რომ ყველაზე კარგი გონია, ხო მართალია? შენ რა ქვია? მარიამ. ხო ეთანხმებით მარიამ, საერთანხმებით, ხო ეგ არის, აი დიდი კიტრი რომ გონია კაცს თავი. ეგ კარგია თუ ცუდი? რატომ? ცუდითვისება. აი მოდი ახლა ერთ რამეზე მინდა რომ დავფიქრდეთ, ესე იგი ზოგჯერ ჩვენ შეიძლება თავში მოგვივიდეს აზრი რომ ჩვენ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ადამიანი ვართ ვიდრე ის სხვა. აი კლასში მე უფრო მნიშვნელოვანი ბავშვი ვარ ვიდრე ის სხვა. მოგცვლიათ ეგეთი აზრი? არა, რა სამწი. არა, ეხლა კი არა, საერთოდ ვამბობ. მოგცვლია, ბავშვებო, მოგცვლია. თუ არ მოგცვლია, იცი რას ნიშნავს რა, ეშმაკი ჩვენთან დამეგობრდა და ცუდ აზრებს აღარ გვაწვდის? თუ რაშია საქმე? ეგ აზრი შეიძლება ითქვას, ყველას მოსვლია. გულის სიღრმეში თუ ჩაიხედება, ყველას მოსვლია სადღაც, რომ ვიღაცაზე უკეთესია. ეგ სულ აი ერთ-ერთი წმინდა ასეთ რამეს ამბობს, რომ აი დაუშვათ ადამიანს ბრწყინვალე თაცვია. აი ლამაზად თაცვია. იმითი, არა ნახე მარიამ, იმითი თავმომწონებს, რომ მას უფრო კარგად თაცვია ვიდრე სხვას. დაუშვათ ადამიანს ღარიბულად თაცვია. ეს ამითი თავმომწონებს, რომ ნახე მე ისე მდიდრულად არ მაცვია და უფრო რაღაცნაირად აი უბრალოდ მაცვია გესმით, ეს ამითი თავმომწონებს. ყველა რაღაცით ეშმაკი ყველას უძებნის რაღაცას, რითიც შენ გაფიქრებინებს, რომ შენ ხარ ეს დიდი კიტრი. ყველას უძებნის. მნიშვნელობა არ აქვს, მართლა წარმოადგენს რამეს თუ არ წარმოადგენს, მაგრამ სინამდვილეში ყველაში არის რაღაც ისეთი, რის გამოც მართლაც წარმოადგენს რაღაცას. ამიტომ ჩვენ ერთმანეთს რომ შევხედავთ, ის ერთი შეხედვით შეიძლება დიდ კიტრს არ გავს და ჩვენ დავიწყნეთ აი კიტრის იმას გავს, მაიცადე ერთ წუთი. აი ღეროს, ყუნწი, რითიც ეს იზრდება. ეს კი ვერ იქნებოდა, ეს კი ვერ იქნებოდა კიტრი, ამხელა კიტრი კი ვერ იქნებოდა, აი ეს რომ არ ქონოდა. ამის გარეშე გაიზრდებოდა? არ გაიზრდებოდა. აი მაგალითისთვის ვიტყვი ახლა. ერთადერთი ქრისტეს კვართი იყო უკერველი. ერთიანად მოქსოვილი. აი დედამ რომ მოუქსოვა პატარაობისას ქრისტესთან ერთად იზრდებოდა, ის არ იყო გაკერილი. ამიტომ ქრისტე რომ ჯვარზე გაეკრა ჩვენს გადასარჩენად, იქ ჯარისკაცებმა არ გახიეს მისი კვართი. შესამოსელი გახიეს, იმიტომ რომ აი როგორც ახლა ჩემს შესამოსელს აქვს ნახე სხვადასხვა ნაჭრებით არის და მერე ძაფებით არის ერთმანეთზე გადაბმული, ხო მართალია, ნახეთ აი ამათი საყელო სხვა არის, ეს კლავი სხვა და მიკერებული ერთმანეთზე, ხო შეკერილი. მაგრამ ქრისტეს კვართი უკერველი იყო, ერთიანად მოქსოვილი იყო, ზეით გამო მოქსოვილი, ზეციდან მოქსოვილი. და ეხლა ნახეთ რისი თქმა მინდა, რომ ჩვენი ტანისამოსი ხო ძაფებით არის ერთმანეთზე გადაბმული. მაგრამ ჩვენ ახლა იმ ძაფების გამო თავს ხო არ ვიწონებთ. შეიძლება აი ადამიანმა მოიწონოს თავი, რომ ლამაზი კაბა აცვია, ნახე. ლამაზი ქურთუკი აცვია თუ პერანგი აცვია, ლამაზი ფერია.
მაგრამ ეს ერთი ნაჭერი მეორეზე რითია გადამული, ჩვენ ამითი თავს ვერ ვიწონებთ, იმიტომ რომ ეგ საერთოდაც არ ჩანს, ხო მართალი, არ ჩანს, მაგრამ ეხლა რომ აი გაბრიელის ტანისამოს რომ ის ძაფები გამოვაცალოთ, რითიც ის გადამულია ერთმანეთს. რა მოუვა? დაიშლება. ხო მართალი, ნაწილებად დაიშლება. და გვეგონება რომ გაბრიელი ახლა ბასეინიდან ამოვიდა, აუზიდან ამოვიდა, საბანაოდ იყო. ხოდა, რატო ვამბობ, იცით? ხშირად ის უმნიშვნელო რომ გგონია, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი მაგალითისთვის ვიტყვი ახლა. მოდი ორი ადამიანი, მოდი მარიამ რადგან შენით დავიწყე. მოდი ლუკაშენც. დამელოდეთ ერთ წუთი. საერთოდ. ერთი ექსანთლები ანთეთაბა მანდრო დავდე. ანთეთაბა ორივე მექსანთლები. მიდი კარგად ანთეთ. მერე ვილაპარაკოთ. აი დაუთმო რა კარგი გოგო. მიდი ანთე. მიდი შენაუნთე. უკუ მოვჭირე, აბა წაღმა დაიჭირე. ძაფი არ აქვს. და ძაფი რა თუნდა მე? ძაფი რო ითოს. თავარი ხო სანთელია მე, სანთელი არის წვის. მაგრამ ძაფი თუ არ არის, ხო და მაგაშია ზუსტად საქმე. ძაფი თუ არ არის, ხო ვერ აინთება. ჩვენ ხო ვამბობთ რომ ეს არის სანთელი. ხო არ ვამბობთ რომ ეს ძაფია. ეს არის სანთელი, მაგრამ ნახე რა მნიშვნელოვანი ყოფილა ის უბრალოდ ძაფი ერთი შეხედით. ჩურჩხელა ხო გიჭამია? კი, მაგრამ ძაფი აქვს რომ უყარად იყოს. ხო, ძაფი ხო ყველაზე გემრიელია. თუ არ გიყვარს, არ გიყვარს. შენ არავის არ გიყვარს ძაფი? ეხლა უყურე. რატო ვამბობ, იცით? აი ამ ჩურჩხელას ამ ძავს არავინ არ ჭამს, ხო მართალი? მაგრამ თავის დროზე ეს ძაფი თუ არ არის, ეს ჩურჩხელაც არ იქნება. აი მაგალითად ეხლა ვისაც უფრო მეტად ორის ჭამა და მოლხენა უყვარს. ხინკლის კუჭებს ეხლა ბავშვები კი ჭამთ, მაგრამ დიდები მაგას კი არ ჭამენ. მაგრამ იმას თუ ეგ არ აქვს, ვერ შეიკრება, ხო მართალი? აი თქვენი მძღოლი ეხლა ქუთაისში რომ სახინკლეს შევა, კუჭებს კი არ შეჭამს. მაგრამ ეგ იცის რომ ეგ კუჭი თავის დროზე საჭირო იყო, ხო მართალი? ეხლა რატო ვამბობ ეხლა შემოძილფასებო ამას, ნახეთ, არც ერთი ადამიანი არ არის უმნიშვნელო. ჩვენ შეიძლება ზოგს უყურებთ ისე როგორც ის არის სანთელი, ის არის ჩურჩხელა, ის არის სიტყვაზე აი ნიგოზი ხო ჭირდება ჩურჩხელას, აბა უყურებთ როგორც ბადაგი, წვენი ხო ჭირდება არა ეს რომ ჩურჩხელა გაკეთდეს და მაგრამ ზოგს უყურებთ როგორც ის ძაფი და თითქოს არაფრის მაქნისი, მაგრამ როგორ არ არის მაქნისი, აბა ამას თუ ეს ძაფი არ აქვს, რითი ამოავლე, ვერ ამოავლე. ამიტომ ვერ ჩაყოფ და ვერ ამოიყ, რატო ვამბობ? არც ერთ ადამიანს არ უნდა შეხედო ეგრე, რომ ეგ პატარა კიტრია. გესმის, ყველაში არის რაღაცა მნიშვნელოვანი. და ადამიანი, ნახეთ, ადამიანი სანთელს უნდა გავდეს, უნდა იწვებოდეს თვითონ, რომ სხვას გაუნათოს, ხო მართალი? მაგრამ ნახე, ამ ძაფს, ამ სანთელს ძაფი თუ არ აქვს, ხო ვერ დაიწვება. აი, ეს გავს ისეთ ადამიანს, რომელიც უგულებელ ყოფს ისეთ ადამიანებს, ვისაც ფიქრობს, რომ ეს არაც ჩასაგდებები არის, მაგრამ ეს ვერასოდეს ვერ დაიწვება. ვერასოდეს სხვას ვერ გაუნათებს გზას. ის ადამიანი, ვისაც რომელიმე ადამიანის შესახებ აქვს წარმოდგენა, რომ ეგ არაფრად არ ვარგ. გესმით, აი, ყველა ადამიანი უნდა მიიღო და დააფასო. ყველა ადამიანში არის რაღაც ისეთი. გახსოვთ ქართული ფილმი უძინართამზე, ყველა ადამიანში არის რაღაც ისეთი, რის გამოც უნდა გიყვარდეს, ან კეცოდებოდეს მაინც.
ყველაში არის რაღაც, რის გამოც პატივს უნდა სცემ. იცი რატო? თითოეული ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. სულ ყველა. უგამონაკლისოდ. არც ერთის გამოტოვებით ყველა ადამიანში არის ღვთის ხატება და მსგავსება. ამიტომ თუ ჩვენ როდისმე აზრი მოგვივა და ეს აზრი ბევრჯერ მოგვივა, რომ ის ადამიანი არაფრად არ ვარ და მე იმას 10,000 ჯერ ჯობი ვარ. იცოდე რომ ის შენზე უკეთესია, შენ იმას არაფრით არ ჯობი ხარ. იმისი არ ჩანს სიკეთეები და შენი თითქოს რაღაცა გამოჩნდა. ხო და ყველა ადამიანი არის დასაფასებელი. ჩვენ თუ ზოგჯერ ვინმეს არ ვჭირდებით, აი ზოგჯერ ესეთი რამეც ხდება. ზოგჯერ სადღაც აღმოვაჩენთ, რომ მე იქ არავის არ ვჭირდები. ამის გამო გული არავინ არ უნდა გაიტეხოს. შეიძლება იმ 10 კაცს, 20 კაცს, 100 კაცს შენ არ ჭირდები, მაგრამ იმის იქით არის უამრავი ადამიანი, ვისაც შენ ჭირდები. შეიძლება სულაც ერთი ადამიანი იყოს, ვისაც ჭირდები და იმ ერთი ადამიანისთვის ღირდეს, რომ გააკეთო ყველაფერი. ღმერთმა ზოგი ადამიანი ამ მისიით მოიყვანა, ზოგი იმ მისიით მოიყვანა. ყველას რაღაც აქვს ღვთისგან დაკისრებული. ეგრე არ არის? ეს ახლა წაიღე ქუთაისში და ანთე და ილოცე ხომ. აბა ამა შენსაც წაიღე. შენეს წაიღე რომ კარგად გახსოვდეს. დავძანდით. ამას მე წავიღებ რომ ქუთაისელები მახსოვდნენ. არა, ქუთაისელები მე ყოველთვის მახსოვს. ხოთა შორის ახლა ვიყავით ქუთაისში და რაღაცნაირად მეთქი ვიღაცას ვეუბნაოდი. ამ ქალაქის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა მაქვს. შემთხვევითიც ხო არ არის ახლა. დედაქალაქი იყო ბოლოს და ბოლოს ყველაფერს რომ თავი დაანებოდა. თქვენ უნდა დააფასოთ ქუთაისი. სხვათა შორის თეთრხიძე ხომ გაგიულიათ? თეთრხიძე არის ბევრი გამონათქვამები ძირს ამოტვიფრული. გინახიათ? ერთ-ერთი გამონათქვამი დამომახსოვდა, ესე იგი. ქუთაისშიო, ესე იგი, არ ცხოვრობსო, უბრალოდო ვიღაცაო. ვინც ცხოვრობსო, ყველა ვიღაცა არისო. ანუ ყველა რაღაცას წარმოადგენს. ხო და თქვენ ეგეთი ქუთაისელები უნდა იყოთ, ესე იგი. მოდი ახლა ეკრანს შევხედოთ. აქ არის ნაჩვენები ადამიანს რა ანიჭებს სიხარულს. ძალიან მნიშვნელოვანი რამე. წინამძღვარს ერთხელ მიართვეს მონასტერში ხდება. მონასტერი არის ის ადგილი, სადაც ადამიანები განმარტოებით ცხოვრობენ. ოჯახები არ აყავთ მათ, ოჯახებს არ ქმნიან, მიდიან და განმარტოებით იწყებენ ცხოვრებას. ღმერთს მიუძღვნიან თავის თავს. ერთ-ერთ ასეთ მონასტერში წინამძღვარს მიართვეს ყურძენი. წინამძღვარმა იფიქრა, მოდი მე არ შევჭამ, მოვითმენ და მონასტერში რომ სნეული ძმა გვყავს, ძმებს ეძახიან ისინი ერთმანეთს. ძმები არიან ისედაც აბარა ქრისტეს მიერი ძმები. მოდი იმას გაუგზავნი და მართლაც გაუგზავნეს ამ ავადმყოფ ძმას. მანაც თქვა, მოდი მეც მოვითმენ. არ შევჭამ და სხვას გაუგზავნი და კიდე სხვას გაუგზავნეს. მონასტერში ბევრი ბერები არის. მერე მან კიდევ სხვას გაუგზავნე. აი ხა წარმოიდგინეთ ჩვენ აი რამდენი ადამიანი ვართ ხო აი. და ახლა მაგალითად ვინმესთვის რომ რაღაცა კონფეტი მიეცა და ეთქვა თომას თუ მათე. თომა და მათე სულ მერევა, ამიტომ არ მიწყებს მათეს. ლუკასთვის მიეცა, ლუკას გაბრიელისთვის და მთელი ბავშვები შემოევლო ამას და ბოლოს ისევ ჩემთან მოსულიყო და ბოლოს ისევ მართლაც ამ წინამძღვარს მიუტანეს. განა იმიტომ რომ რადგან წინამძღვარი უბრალოდ ერთმა მეორეს გაუგზავნა თავის თავს არ მისცა უფლება რომ აიღო და ხელა ყურძენი ეჭამა. არა რა ერთი მტევანია კაცმა რო თქვას რა არის, მაგრამ წინამძღვართან რომ მივიდა ეს ყურძენი ძალიან გაიხარა. იმის გამო კი არა რომ ერთი მტევანი ყურძენი მიუტანეს. იმის გამო რომ მონასტერში ასეთი სულისკვეთება იყო, რომ ყველა ერთმანეთზე ფიქრობდა. მე რა გააკეთეს?
ეს ყურძენი დაანაწილეს თითო მარცვლად, ყველას დაურიგეს და ყველამ ერთი მარცვალი შეჭა. და მე ვფიქრობ, და ეს ნამდვილად ასე იყო. განა მე რო ვფიქრობ, იმიტომ კი არა იქ ასე იყო. იმ ერთი მარცვლის გამო უფრო დიდი ექნებოდა სიხარული, ვიდრე მთლიანი ერთი მტევნის გამო. რატო იცი? იმიტომ რომ მან სხვაზე იფიქრეს. აი ეგ არის ყველა, ეგ არის ქრისტიანობა. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, თუ სხვაზე ფიქრი არ დაგიწყიაო, ესე იგი ჯერ ქრისტიანობა არ დაგიწყია. თუ ჯერ სხვაზე ფიქრი არ გაქვს დაწყებული. ამიტომ ქრისტიანი ის არის, ვინც სხვაზე ფიქრობს. რატო იცი? ქრისტიანი ხო ქრისტეს მიმდევარია. და ქრისტემ, როდესაც ადამიანად მოდიოდა, ღმერთი ადამიანად რომ მოდიოდა, ძე ღმერთი, თავის თავზე კი არ იფიქრა. არამედ ჩვენზე იფიქრა, რომ ჩვენ ცოდვაში ვიყავით ჩავარდნილები და ჩვენ რომ ამოვეყვანეთ ამ ცოდვიდან, მან ჩვენთვის თავისი მხოლოდ შობილი ერთადერთი ძეც კი გამოგზავნა. და ის ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა. წარმოიდგინეთ, რამხელა მსხვერპლი გაიღო და ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ ქრისტეს მიბაძოს, ანუ სხვაზე დაიწყოს ფიქრი, ეგ არის ქრისტიანი. და მაგას აქვს გულში უდიდესი სიხარული, იმის გამო, რომ სხვაზე იფიქრა. მოდი ახლა მეორე შემთხვევაც განვიხილოთ. ჩვენ ამაზე გვისაუბრია ბავშვო, უბრალოდ ახლა რაღაცნაირად ნახატებიც მინდა რომ გაჩვენოთ. ეს იყო ერთი კეთილი კაცი, რომელსაც ერქვა იოანე. ამას ბოსტანი ჰქონდა. აბა რომელი ხართ იოანე? არის იოანე. შენ ახარ იოანე? აი ჩვენ მეგობარ იოანეს ქუთაისში ჰქონდა ბოსტანი. შენ ხო იქიდან ხარ? არა? ქუთაისიდან ხარ და ეს კიტრიც ხო იქიდან არის? ხო გახსოვს? შენ რო ჩამოიტანე. ხო და ამ ჩვენ ძვირფას იოანეს ჰქონდა ქუთაისში ბოსტანი. ძალიან კეთილი კაცი იყო, ხო ეტყობა, აბა შეხედ. ყვითელი მაიკაცია, ესე იგი კეთილი კაცია, ეგ მაგას ნიშნავს. ბოსტანი ჰქონდა და ყველა უყვარდა. თავის შემოსავალს ძირითადად გლახაკებს ურიგებდა. მერე გაუჩნდა ესეთი აზრი. ეხლა მე თან მაინტერესებს ეს აზრი, საიდან ჩნდება ხომ? ესეთი აზრი მოუვიდა თავში, რომ იოანე, ეხლა შენ რო ყველაზე ფიქრობ და ზრუნავ. ანუ ეს ხო ქრისტიანულია, რომ ყველაზე ფიქრობს და ზრუნავს, ასეთი აზრი გაუჩნდა. ეხლა რომ შენ ყველაზე ფიქრობ და ზრუნავ, შენთვის რომ არაფერს არ იტოვებ. შენ რომ გაგიჭირდეს, ან ავად გახდე, ან რაღაცა სამსახური დაკარგო, სიტყვაზე ეს ბოსტანიც გახმეს, აღარაფერი გქონდეს. მერე შენ რა გეშველება, რომ არაფერს არ იტოვებ შენთვის. არა და აქვე მინდა ჩაურთო და ვთქვა, რომ ერთ-ერთი დიდი წმინდა მამა იოანე სინელი ასეთ რამეს ამბობს. ვინცო სიყვარული მოიპოვაო, მან ფული განაბნიაო. და ვინც ამბობს, რომ ორივე მაქვსო, ის თავის თავს ატყუებს. ანუ წარმოიდგინე შენ რომ ფული გქონდეს და ვიღაცას უჭირდეს და შენ რო თქვა, მე ის მიყვარს. ტყუილი არ იქნება? თუ გიყვარს, მაშინ დაეხმარებოდ. იოანეს მოვიდა ასეთი აზრი და გადაწყვიტა, რომ მოდი ამ გლახაკებს ცოტა ხანი აღარაფერთ აღარ დავეხმარები და ჩემთვის მოვაგროვებო. იმიტომ რომ მართლა რო ავად გავხდეო, დაფიქრდა, მართლა რო ავად გავხდე, რა მეშველებო, აბა მერე მე ვინ მიშველის. დაიწყო ამის მოგროვება. აი, დაიწყო ამის მოგროვება. მაგრამ ნახე, ეხლა ერთ რამეს დააკვირდით. იოანე სად უფრო გახარებულია? სხვებს რომ ეხმარება, იქ არის გახარებული. სადაც მოგროვება დაიწყო, იქ აღარ არის გახარებული. იმიტომ რომ ის სხვაზე არ ფიქრობს და მადლი და სიხარული სხვაზე ფიქრს მოაქვს. ის კი არა მე ვიყო კარგად, არამედ სხვაზე ფიქრს და იოანემ დაიწყო ფულის მოგროვება. ცოტა ხანში ეს ჩვენი იოანე ავად გახდა. ნახე, ფეხი დაუავად და დაუჭირქდა. ექიმებიც მოდიან, ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ იოანეს არაფერი არ შველის. ცოტა ხანში იოანეს გამოეცხადა ღვთის ანგელოზი და ეკითხება, იოანე, აბა შენ რომ ფული მოაგროვე, რამე გარგო ამ ფულმა? იოანეს სულ შემოეხარჯა ექიმებთან ის ფული.
ხო და აბა რამე გარგო ამ ფულმა და იოანე სინანულში ჩავარდა. რას მიხვდა იოანე? რას? ო, ნეტავი დავხმარებოდი და ჩემი იმედები ღმერთზე ყოფილიყო და არა ამ ფულზე, გესმით? ღმერთზე უნდა იყოს დამყარებული ჩვენი იმედი. ეს დროებითია, ეს წარმავალია. მაგრამ ღმერთი მარადიულია და ის არასოდეს იმედს არ გაგიმტყუნებს. რამდენადაც შენ მას მიენდობი, ნახავ რომ ის აუცილებლად გაგიმართლებს იმედებს. და იოანე სინანულში ჩავარდა, მიხვდა თავის შეცდომას. და ღმერთიც კიდევ რისი ღმერთია, თუ ესეთ მონანულ ადამიანს არ შეიბრალებს, არა? აი ამ სინანულის გამო იოანეს მაშინვე მოურჩა ეს ფეხი, თქვა რომ მე შევწოდეო, მაპატიე უფალო, მე დავაშავე რომ ასეთ ფიქრებს ავყევიო და იოანეს მაშინვე მოურჩა ფეხი. და ის ისევ ისეთი კეთილი და მოწყალე იყო, როგორც მანამდე. აი ესე გაგრძელდა მისი ცხოვრება. და ისევ ისეთი სიხარული ჰქონდა, როგორც ჰქონდა იქამდე სანამ იმ ბოროტ აზრს მიიღებდა. რომელი იყო ის ბოროტი აზრი? რომელი პეტრე? აბა? რომელი რომ როცა ფულს აგროვებდა ადამიანებს ვეღარ ეხმარებოდა. ანუ როცა გადაწყვიტა რომ აღარ დახმარებოდა. სხვადასხვა ახლა შენ სახეზე ერთი ამბავიც გამახსენდა. უბრალოდ იმას ახლა ნახატებით ვერ გაჩვენებთ, მაგრამ შენ არ გამიბრაზდე, შენ არ გეხება. ერთი კაცი იყო გულქვა პეტრე. შენ კეთილი პეტრე ხარ. ის გულქვა პეტრე იყო, მოკლედ არავის არაფერს არ მისცემდა, ესე იგი და ერთხელაც ჩვენმა მათემ და ლუკამ ნიძლავი დადეს. მათემ უთხრა, აი ახლა ნახავთო, წარმოუდგენელი იყო ყველასთვის, რომ ვინმესთვის პეტრეს რაღაცა მიეცა. ერთხელაც ნიძლავი დადეს, რომ ნიძლავი არ ვარგა ზოგადად, მაგრამ იმათ დადეს ეგ. ლუკამ და მათემ, ვითომ. მათემ უთხრა, რომ წავალო და პეტრესო სიკეთეს გავაკეთებინება. და ამ დროს პეტრეს სახთან მეფუნთუშია მისული, პურს ყიდულობს რაღაცას და მათე მივიდა და მოკლედ არ უსვენებს, ესე გინდა თუ არა ერთი პური მომეციო. ბოლოს როგორც იქნა ყელში რომ ამოვიდა ამ პეტრეს, აიღო და ერთი პური ესროლა, ოღონდ წავიდეს თავიდან. ხო და წამოვიდა და აიო, გავაკეთებინეს სიკეთეო. და მართლაც რომ გარდაიცვალა პეტრე, ის გულქვა პეტრე. ღვთის წინაშე წარდგა და ანგელოზმა მოიტანა მისი გაკეთებული ეს სიკეთე. ხო ნასროლი პური იყო, ეგ ხო სიკეთე არ იყო, მაგრამ ღმერთი იმდენად მოწყალია, რომ ამ პეტრეს ეს სიკეთეც ჩაუთვალა. და ცდილობდა, რომ ამ სიკეთის გამო გადაერჩინა. მაგრამ პეტრე დააბრუნეს ისევ მიწაზე. და პეტრე მიხვდა, რომ ღმერთი როგორი მოწყალე ყოფილა, აი ამ ერთი რაღაცის გამოც კი უნდოდა ჩემი შეწყალება. და პეტრეც ისეთივე მოწყალე კაცი გახდა, როგორც ჩვენი იოანე. აი ესე კეთილად სრულდება საქმე იქ, სადაც ადამიანი ნანობს თავის შეწოდებას და გამოსწორებაზე ფიქრობს. ხო არ დაგღალეთ, თქვენ ხო არ გაგვიანებთ? რამდენი ხანია რაც ღლით? 24. მოდი ერთი პატარა ამბავი ვნახოთ მაშინ. ძალიან ჩემმა ლაპარაკმა რომ ძალიან არ გადაგღალოთ. ისმინეთ საყვარელო ძმანო, რამდენად მძიმეა გაკითხვის ცოდვა. ეს ამბავი მოხდა ერთ მონასტერში. ორი ბერი ქალაქში იყო წასული საკვების შესაძენად. მათ შემთხვევით შენიშნეს ერთი ძმა თავიანთი მონასტრიდან, რომელიც ერთ-ერთი სახლიდან გამოვიდა. ისინი მიხვდნენ, რომ მან მძიმე
მონასტერში დაბრუნებისას ძმებმა გადაწყვიტეს, რომ წინამძღვრისთვის არაფერი დაემალათ. როცა წინამძღვარმა შეიტყო, რომ ძმა ცოდვაში ჩავარდა, შეწუხებულმა წამოიძახა. დიდი ბოროტება ჩაიდინა მან. ბოროტი ქარიმდა. საღამოს, როდესაც წინამძღვარმა ლოცვა დააბირა, მას ანგელოზი გამოეცხადა. მის მიერ განკითხული ძმის სული წარუდგინა და უთხრა: აი ის, შენ რომ განიკითხე, მოკვდა. შენ ხომ ცოდვილთა და მართალთა მსაჯული ხარ. მას თქვი, რას მიბრძანებ მისი სულის შესახებ. სად მიბრძანებ მისი სულის განწესებას, სასუფეველში თუ ჯოჯოხეთში? ბელი მიხვდა, რომ ძმის განკითხვით უმძიმეს ცოდვაში ჩავარდა. და უფალს პატიება შესთხოვა. განვლო დღეებმა. ბერი დიდი სინანულითა და ცრევლით ევედრებოდა უფალს შეწყალებას. ღმერთმა კვლავ მოუვლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც აუწყა. აი, გაჩვენა შენ ღმერთმა სიმძიმე განკითხვის ცოდვისა. ახლა შეიწყალა, მაგრამ ნუ ხარ განიკითხა. ამ შემთხვევის გამო ბერი დიდ სინანულში ჩავარდა. უდაბნოში გავიდა და იქ კაცრ მარხვასა და მოღვაწეობაში გაატარა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება. პავლე მოციქული ბრძანებს: შენ ვინ ხარ, რომ განსჯის სხვის მონას? დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა. ჭეშმარიტად ძმანო, მხოლოდ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ხედავს ჩვენს გულებს და მხოლოდ ის არის ჩვენი ერთადერთი მსაჯული. აი, კარს მე დაგიკრავთ მაშინ, როცა ეგრე მოიქცევით, რომ არავის არ განიკითხავთ. თუ არა და ეგ ტაშის დაკვრა, არაფერიც არ იქნება. ხო მართალი? დღეიდან დაიწყო ბავშვებო პეტრე პავლობის მარხვა. მარხვა იცით რა არის? მარხვა არის, როდესაც ადამიანი თავს იკავებს ღვთის სიყვარულისთვის გარკვეული სახის საკვებისგან და არა მარტო საკვებისგან. მარხვა მარტო ის კი არა, რაღაცა ან შეჭამო, ან არ შეჭამო. არც უნდა თქვა ადამიანზე რაიმე ისეთი, რაც შენზე არ გინდა რომ თქვას და პირითაც იმარხულებ. არ უნდა შეხედო ადამიანს იმ დროს, როცა მან არ გინდა რომ შენ შემოგხედოს. აი სიტყვაზე ვამბობ, შენ წაიქეცი და ხო არის ხოლმე რომ წაიქცევი, აქეთ-იქით იყურები, ნეტავი მე ხო არ დამინახა. აი მით უმეტეს თუ ცოტა სასაცილოდ წაიქეცი, ხო? იყურები, ნეტავი მე ხო არ დამინახა. და ხო გინდა რომ შეხედავ, ყველა სადღაც იყურებოდეს და არ შემოეხედათ შენთვის. ხო ეგინა, თუ ყველა გაკვირდებოდეს, აბა როგორ წაიქცო და სიცილი დააყაროს, ეგრე გინდა? ხო და შენ უნდა მოვარიდო თვალი.
მისი სიყვარულის გამო თვალი მოარიდო. ყური მოარიდო ყველაფერ იმას შენს მოყვასზე, რასაც იტყვიან, ისეც შენ რო არ მოგეწონებოდა, შენზე რომ ეთქვათ. გესმით? აი ვიღაცაზე ამბობენ, რომ აი დავუშვათ უზრდელი ბავშვია. შენ არ უნდა უსმინო. იმიტომ რომ შენზე რო ეთქვან, მოგეწონება? მოგეწონება შენზე რო ეთქვან, უზრდელიაო. აი რაღაცა დაფიქრდი და იმიტომ შეგეკითხე. ხო. და ყველაფერში უნდა ისე გააკეთო, რომ შენ რო გაგეხარდებოდა. ხო გესმით? აი გარი მარხვა. და ახლა თქვენ პატარები ხარ, ჯერ ხორციელი მარხვა შეიძლება ცოტა ადრეა თქვენთვის, მაგრამ აი 4 შაბათი პარასკევი კი შეიძლება რომ იმარხულოს ადამიანმა. ახსარება თქვას, ახსარებით აი მაგალითად რა ქვია, რა მითხრა კეთილი ბიჭი როა? იოანე. 1-2 თვის წინ ხელები ხო დაიბანე ბოლოს. თუ როდის დაიბანე? 2 თვის წინ ხო დაიბანე? ხო და აი იმიტომ გეგეთი ჭუჭყიანი. დღესაც რო დაგებანა, უფრო სუფთა გექნებოდა, ხო მართალი? იოანე გარდა იმისა, რომ კეთილია, ჯიგარი ყოფილა. ხო და რაც უფრო მალ-მალე იბანს ადამიანი ხელებს, უფრო სუფთა აქვს, თუმცა იქაც ზომიერებაა საჭირო. ყოველ 5 წუთში კი არ უნდა ხელებს დაბანო. ო, რაღაცას რომ კი ბატონო. და უნდა ეზიარებოდეს ადამიანი. ახლა ქუთაისში რამდენი ტაძრებია, წარმოიდგინეთ, რამდენი ტაძრებია. ყველგან შეგიძლიათ მიხვიდეთ. თუმცა ერთგან უნდა გყავდეთ მოძღვარი, ახსარებას ამბობდეთ, ეზიარებოდეთ და ასე შემდეგ. ამითი თქვენი სული განეწმინდება. თქვენ გულში ღმერთი შემოვა და დიდი სიხარული გექნებათ. აი ძალიან მნიშვნელოვანი. რა უფრო მნიშვნელოვანია, რაც გარედან თუ რაც შიგნიდან. მაგრამ ის რაც გარედან არის, რომ არ გქონდეს, შიგნიდან რაც არის, ის ასეთი დაცული იქნება. ორივე მნიშვნელოვანია. თავის დროზე ორივე ხომ მნიშვნელოვანია. თუმცა ჩვენ რო დაგვირიგებენ ახლა და გავალთ ამას მოხსნით და ხო გადავაგდებთ. მაშინ უკვე ის იქნება მნიშვნელოვანი, რაც შიგნით არის, ხო მართალი? მაგრამ თავის დროზე ესეც ხომ მნიშვნელოვანია. აი ესე ჩვენც რო ღვთის წინაშე წავდგებით, გარედან კი ლამაზი ჩანს ეს, მაგრამ შიგნით ახლა რო ქვაიდოს. ხდება ხოლმე ხან აქ ეგეთი უცნაურობები და ახლა შიგნით რო ქვაიდოს, თქვენ რო დაგირიგებენ, მაინც მოგეწონებოდათ? კი? აი მაშინ თქვენთვის ქვებს დავარიგებ. თავარი ის არის, ნახეთ, თავარი ის არის, რაც შიგნით არის, მაგრამ არც იმის უგულებელ ყოფა არ შეიძლება, რაც გარეთ არის. ჩვენში თავარი ის არის, რაც შიგნით არის, ჩვენი სული. არა, ეგ სათამაშო არ არის. ჩვენთვის ის არის თავარი, რაც შიგნით არის, ჩვენი სული, მაგრამ არც ჩვენი სხეულის უგულებელ ყოფა არ შეიძლება. იმასაც უნდა გაუფრთხილდეთ. კარგი, მოდი ახლა ძალიან რომ აღარ გადაგღალოთ. ავდგეთ, ვილოცოთ და გისურვებთ, რომ ბედნიერი პეტრე პავლოვის დღესასწაული დაგიდგეთ სულ ყველას.